ჩვენ ახლა ვართ სოფელ ხეთაში, უბან საკირიოში. ეს ტაძარი გახლავთ წმინდა კვირიკეს სახელობის დარბაზული მომცრო ტაძარია. ეთყობა რომ ბევრჯერაა გადაკეთებული, წყაროებში ცნობები ნაკლებად არის. ერთადერთი ვიცით რომ რაფიელ ერისთავის მიხედვით ეს ტაძარი იყო ცაეშის ეპისკოპოსების საზაფხულო რეზიდენცია. აქვე ახლოს ჰქონდა ნაკვეთი. აქაურ ადგილობრივ მცხოვრებს დათუნა კანკიას, რომელმაც თავის ციტრუსების პლანტაციაში ნაწილობრივ ამუშავებდა იქ მიწას და იპოვა ქვის ჯვარი, ქვევრები, ნამოსახლარი. აი თვითონ ამ ტაძარზე კი ნამყოფი არიან ცნობილი არქეოლოგები რევაზ პაპუაშვილი და დავით ლომიტაშვილი. ტაძარი როგორც ხედავთ არის პატარა ბორცვზე, მის მიმდებარედ აქვე ახლოს შეინიშნება ძველი ნაგებობების ნაშთები, გაურკვეველი ნაგებობების ნაშთები. აქვე გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვის, სადღაც მე-7 საუკუნის ბრინჯაოს უზრული ფენები გამოვლინდა აქა. ერთი სიტყვით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი. შიგნით ახლა რომ დააგვირდები, ამას აფსიდა აქვს ნალისებური. აქ არის ნაპოვნი ანტეფიქსი, ჯვრის გამოსახულებიანი ანტეფიქსი, როგორც ჩანს, ადრექრისტიანულ პერიოდში ეს ტაძარი ყოფილა დახურული კრამიტით, ძალიან მაღალი ხარისხის კრამიტით ყოფილა დახურული. ტაძარი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დეფორმირებულია, დამსხვრია კედლები და საჭიროებს საკონსერვაციო სამუშაოებს. თუ აქ ჩატარდება არქეოლოგიური სამუშაოები, ძალიან ბევრი და საინტერესო მასალები იქნება აღმოჩენილი. ისედაც გათხრების გარეშეც ისეთი იმდენი რაღაცები აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესოა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ აქ არის ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული თითქმის ყველა პერიოდი. ადგილობრივი ისტორიკოსების ხარიტონ კაგულიას და ხარიტონ გადელიას გადმოცემით აქ ყოფილა გვიანდელი ხანის წარწერა, ფილა, რომელიც დღეს აღარ არის. სად არის გაურკვეველია. რაც მათ წაიკითხეს იმ წაკითხულიდან ის უნდა იყოს მე-19 საუკუნის წარწერა გაკეთებული. საბჭოთა ხელისუფლებამდე ეს ეკლესია ყოფილა მთავარანგელოზების ეკლესიის ზედმწერილი ეკლესია. ანუ მის დაქვემდებარებაში, ანუ კარგულ პერიოდებში ტარდებოდა აქ წირვა. საკირიოში არის ეგრეთ წოდებული ნალანგერის. აი ამ ეკლესიას კი ეძახიან ჩეუხვამეს, ალბათ იმიტომ რომ თეთრი კირქვით არის აგებული. თუმცა მარტო ამიტომ ალბათ არა. ადრეული ხანის ეკლესიებს სამეგრელოში ბევრგან ეძახიან ჩეუხვამეს. ეს მარტო აქაურ ადგილს არ ეხება. ანუ ერთი სიტყვით ეს ადგილი მისი შემოგარენი ძალიან საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია და მომავალში ის ბევრ სურპრიზს შემოგთავაზებს.